ყველაზე მეტად ვის გინდა რომ შენის ჯეროდი? ფიქრობ. ლუდი ხინკარტი. კაია, კი. არა, მოშკილი. 90-იანებში ზაფხულის სამი თვე იყო ისტორია, სადაც შეგეძლო ისე გართობილიყავი, რომ ყველაფერი მოგესწრო. უკვე თბილისში დაბრუნების დროა. ვლაგდებით. აქეთ მამაჩემი გახკივის არაფერი დაგჭეთ. იქით დედაჩემი გამოჰკივის კარები შეამოწმეთ. მე და ჩემი ძმა კი ყველაზე მოწყენილები ვართ. რადგან ვიცით, რომ ერთი წლით ვემშვიდობებით ყველა ახლად შეძენილ მოგონებას. მოკლედ დავემშვიდობეთ ყველას, გადავკოცნეთ. შორიდან ჩემი ბიძაშვილი ბექა მიყურებს და ცრემლები მოსდის. მამაჩემს ვეუბნები გააჩერე მანქანა მეთქი. გააჩერა. მე საბარგული ავხადე, ბექას ბურთი გავგორე და ამით მისი ცრემლები სიხარულში გადავზარდე. და თან მომავალი წლის სამი თვე გავამყარე. აფანცვალებულ ხარ? თული შეკითხვები არ არსებობს. ისე რა მაგარი სახელი ქვია, ხო, კაი. ნო, ხო, და ისიც რა ქვია, კონცეფციაც რაღაცა ასწორებს, რა მარტივად რო არის აქ. მარტივი ლუდი ძალიან ასწორებს, სხვა რიმავს ქნათ. ხო, ანუ ძლივს ლუდმა რო ცანცარი დაიწყო, ხო, ოპედურობა. და ლუდი ეგ არის რა. გერმანული ხარ, ხო, რატომ ეგ არ ჩასოჟე ჩავაკლიე. რატომ მებღვირები? რატომ მებღვირები? კაი, ხო, რა ეგრე რა, ოკეი. ხო, რა, ვით რა იგი გავიგე. მარტივია რა, კაი კი. ზუსტად, კაი, ეგ მაგით კარგი. ხوارი მას საუქრეთ არის. დავაი, ეს ნახეთ კი მას. კაი, ეგ შემოიღო, ხო? ეგ შენ მომწონს. კლებ. დავიწყეთ, ხო. შოთა გამარჯობა როგორ ხარ? კარგი. მადლობა რომ მადლობა რომ მომიწყდით. იმას კენთ რა ქვია. დავიმსახური აქ მას. მართლა მადლობა. აი, ნუ იმაშვები და დავლე. ნერვიულებული ვარ. ნერვიულები ამხელდა. ძალიან მარტივი კითხვები გაქვს და მარტივი პასუხები მინდა. როგორც ეს მოდი. აგაში არ დაწმობა. ოკეი. ცივი როა უკაი. ამერა. აფანცვალებულ ხარ? ვახ, პირველ კითხვას ვაფშე კიდე ის დავდე. უფ! რა მიქნია? რამდენი ეხაც მაგრა ფანცვალებ ხო გირა. მე ხშირად ფანცვალებ ხო? კი, კარგია. ნაწილად. მე ავფანცვალდი უკვე, რა ვიცი, დღეს მე რამდენი. ბაშიაჩუქს ინსტაგრამი რო გქონდეს, რამდენი გამომწერი იქნებოდა, ეყოლებოდა, რო გქონოდა, ეყოლებოდა. წარსულ ფორმაში. ვა. ვიჯო არც ერთი. ალბათ. იმიტომ რომ თუ მარტო ბაშიაჩუქს ექნებოდა არც ერთი, სხვა არ ექნებოდა მაგ დროს. მართალია. ვერ შეედავ. დიდი დაჩივლები. ბევრჯერ გაგონილს TikTok-ზე ნანახი ჯობია? აუ TikTok-ზე ისეთები მაქვს, ნანახი რო არაფერს არ ჯობია. საერთოდ მაგრამ ხანდახან კი. არა, ეგრეც არ არის, რაღაც გაგონილიც კაია, ცოტა ფანტაზიის უნარის გამომუშავება. ეგრე ამბობენ, რომ ძველ ხალხს უფრო ქონდათ ფანტაზიის უკეთესი უნარი ეხებათ, იმიტომ რომ ყველაფრის წარმოდგენა უწევდათ. ხო, ეგ მართალია. მასზეც ნახავთ, ფილმები ფილმებს რატომაც წიგნები ჯობიაო? მაგრამ დიდად არ მჯერა მაგის, ხო იცი? არ ვიცი, მე ChatGPT-ს სახი ამახია. მეც კიდე არსებობს ეგეთი გამოთქვა, რომ აი არსებობდა მენატრება ჩემი ინტერნეტამდელი ტვინიო რა. პრეინტერნეტ ვაინდა. ეხლა მართალია, მე მინდიო. არ ეთანხმები? 100% რა ვიცი. ანუ წერაც მოიწყდება უკვე ინტერნეტის დამსახურებით და GPT-ზე ხო რა ლაპარაკი და ხელოვნური ინტელექტზე.
სად ვართ ეგ და გვავიცდა. ქალაქის მე არ დავიწყებია, ვიცი, აქ მოვედი. აი იცის და რა. კი, მაგით აღარ გიქონს. კი. ვინ არის აქ უპროსობი? ქალაქის თეატრში ვარ. მაგრამ საოცარი ხალხია. კი, ნამდვილად 100%. და მიხარია რომ არ ვიცი, ძალიან გვეხმარებიან, ხელს გვიწყობენ, დაგვითმეს სივრცე და ოქროს ხალხი. რა ვიცი, რაღაცა თან კაი სივრცე ამაზეა. კი, ერთ ოჯახად ვიცი. ძალიან მიხარია ეგ ამბავი თქვენი დაძმაკაცება. თუ ბრენდად არ ვარგა, იგი თავისა მტერია. ვარა, კაი, ეგრე რა. ჩემზე მე ბაზრე. კი, თავისა და ხალხისა და ყველაფრის ტერიტორია. მოდის სანამ უპასუხებ. დამღალე უკვე. აი, ეს ამშვენია, მაყურებელს მოვთხრათ, რომ შოთ არის ერთ-ერთი ადამიანი, არა მეორე ადამიანს აკეთებ და ვიცი სედონის ბრენდინგის მიკროფონი როგორ აწევ, რა თქმა უნდა, ეგ არის მიკროფონი. მოდი დათქვი. მოდი და ბრენდის ან უცებ ბრენდზე რატო გამიხარდა შეკითხვა ეგ რომ გაიგოს ხალხმა? რა ბრენდის პროფესიული შეკითხვა იყო. ეგ შეგვიძლია ესე მოკლედ. არ გიცნობ მე ნაპარფეტო. მართლა აი რა მინდა აი კაცმა არის ეს. აი ძმაო პერჯერ ყოფილი ვარ მაგრამ აი რა მინდა პირველად ისე რაღაც ხან თეატრში რაღაცა ძმაკაცო რა გაიგე. რომელია ყველაზე სექსუალური ფერი ბრენდინგში? არ ვიცი, წითელი ალბათ ეგრე ითვლება, მაგრამ რომელიც ყველაზე სექსუალურ ადამიანს აცვია ალბათ თუ რაღაცა. სავარაუდოდ. არ მჯერა მე მაგისი რა დიდად. ფერების ფსიქოლოგია გამოგონილი მგონია, მაგრამ ხო? ხო რა რაღაც არსებობს წინასწარი განწყობები არსებობს რა ყველა ვარიანტში. ეხლა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კომუნიკაციის გარეშე და როგორ არის რომ სანამ პირველად რომ დაინახავ რაღაც წარმოდგენა გექნება და ხო წითელი უფრო რაღაც გამომწვევ ეგეთ ფერად ითვლება, მაგრამ ისევე შეგიძლია არასექსუალურო წითელი, როგორც შეგიძლია გაასექსუალურო რაღაც არ ვიცი. ლურჯი. ლურჯი რა. როგორი ყველაზე არასექსუალური მომკითხო ლურჯი იქნება. და ჩინჩალაძე ბრენდია? ჩინჩალაძე ეხლა კი ბიჭო. აუ ძმაო. ხორება დატანჯული ვარ რა. მაგარის ერთი ისტორია. დატანჯული ვარ მართლა ნამდვილი ხორება. ალბათ აი ჟურნალში თუ არ კითხულობდნენ, ჩემ გვარ სწორად ვერ ამბობდნენ რა. ჯინჭარაძე და აი რავი ყველაფერი დაუძახიათ რა ალბათ. რა ყველა კომბინაციაში საერთოდ. ბოლო რამდენიმე წელია აღარ მაქვს ეგ პრობლემა გასაგები მიზეზები. რო გითხრა რომ ძალიან მიხარია ეგ თქო რომ მაყობთ მოგატყუება. ნუ მოგვარ. ერთხელ ყავით თვალის ექიმთან რა. ხო და ერთი კაი ისტორია აქვს მაგასთან დაკავშირებით ეგ რომ ხო ეგ რომ მოიცა მე რამე ისტორიას ხوار გაიხსნა. იგი როგორ არის ისტორია ისეთი რა არის და ერთხელ ყავით თვალის ექიმთან რა. ხო და ბიჭო თან ისე აუ ძალიან მაგარი ექიმია სხვათა შორის და კარგი ხალი და ესე შემდეგ და რაღაც ჩემ გამსინჯეს ოღონდ ბევრი პაციენტები ყავდა მაშინ ყავს ხო შეხაც ალბათ სავარაუდოდ და ეგ თანმა შემომოწმა რა როგორც წესი დარიგია ეგ თანმა გამსინჯა რაღაცა დამიწერა რომ ამდენს რაღაცა ხედავს ამდენს ვერ და ესენი მე როგორც ის ექიმთან მიიტანა რა და დაუჯექი და აი ეს ანკეტა ხო ნახა ხო გახსნა ხა ქალმა და ჩიმჩლაძე რა წერია რა ანუ ეგ ვაფშე არ გამკვირვა ჩიმჩლაძე და მეთქი ოღონდ ჩინჩალაძე თქო რა და აუ ბიჭო მაგრა შეწუხდა რა მართლა აი ძალიან გუდაეთყო რომ შეწუხდა და მეთქი არა აი ნუ ნერვიულობთ რა იმდენ რა მე ძახიან მეთქი ხან ჯინჭარაძე ხან ჭიმჭარაძე და ბიჭო ცოტა ხანი გაჩუმდა რა ისეთი აი ასაკიანი რო რავი ისეთი ქალია რა ცოტა ხანი გაჩუმდა და კიდევ კაი ჭოჭუ არ ხარ მეთქი რა არა ძალიან გამეციდა მეთქი რა ჩემ მეგობარ ეგროშე შლოდა თუ გარი ხო აი მა ისეთი მოულოდნელი იყო თან აი დაძაბული რო ხარო არ მოვაცდინო ეხა ექიმი თუ რაღაც არ ვიტყვი სახელს რა თქმა უნდა მაგრამ არც ეხსოვება რა ეხა იმედია რომ დავა რა გაწუხებს როცა ყველაფერი კარგად მიდის აუ მაგის მოფიქრებას რა უნდა ყველაფერი მაწუხებს ყოველთვის ხო კი ეგ ეს არის რა ქვია რასაც გინდა შევიწუხებ რითიც გინდა თავს შევიწუხებ არა მან
ხო არა, ისეც გამოვძებნი. ბიჭო, ბავშვობაში რაჟე რა მქონდა ხოლმე, იცი? აი, არ ვიცი ეგ ქონია, ესე აი, უცებ იმას ვიქნე, რომ ეხა რაზე ნერვიულობ ნეტად ხო და და მე დავფიქრებულ ვარ და არაფერზე და აი, ესე იგი არ არის ამი. ყველაფერზე შემიძლია ვინერვიულო და ვიშო. ვაფშე. ეხლა რაზე ნერვიულობ? ეხა იმაზე, რომ აი, თელიც ხო ასე, აუ, ერთ და ერთი წამი და დალი? მესწავლე. იმას რო უყურებ რა, რაღაცა გადაცემებს რო უყურებ, ეგეც რაღაც ბავშვობიდან მაქვს, ჩემი რაღაცა ტვინის ბრალია, თუ არ ვიცი ყველას არ თქვა რომ აი გადაცემებს რო უყურებ და ეხა ამის ადგილას მე რო ყოფილიყავი, ამას უპასუხებდი რა. აი ეგრე საკუთარ თავს წარმოვიდგენ, რომ ბავშვობიდან რა, რომ აი ეხა ამ შეკითხვაზე მე რო ყოფილიყავი, ამას უპასუხებდი რა, ესე მოვიქცევთ. ცხადია რომ ეხა იქ ეგრე არ ხდება. ბიჭო, ერთადერთი გადაცემა ხარ, სადაც აი უყურებ ხოლმე და ვაფშე აი აქ მე ეხა რას უპასუხებდი ხო? მოდი შტაი ხუიოს და მაგაზე ნერვიულობ ყველაზე მეტად. და უღელა. მოგწონს ჩვენი გადაცემა? ხო, მომწონს რა მეშინია. შიში. შიში სიყვარულსა. აბარა. ეთუ. არის თუ არა ბრენდის შეგრძნება სკოლის ურევლის გარეკანზე? ხო, ოკულდეპტერი. ბრენდი არის და ცენტრად. კი, რა არა. ბრენდი ხო შეგრძნება ზოგადად ეხლა სკოლის ურევლთან დაკავშირებული შეგრძნებები ყველაზე. ნუ ოღონდ მართლა ეგრე არის, ეხლა სახელი არ ქვია ხოლმე, მაგრამ ოკულდეპტერი ხო ერქვა. იმ დროს ვიღაც მეგობარ რომ ვიყარო ჩვენი მასწავლებელი გვეუბნებოდა რომ ოკულდეპტერი არ იყიდოთ, ეგ ნიშნავს ადი და ეშმაკიო. და საწერ რველს ნიშნავს ბიჭო თურქულად. რა ადი და ეშმაკი. არ ვიცი დეფტერია ეშმაკი თუ აი ოკულ. ალბათ ოკულ. ხო, იმიტომ რომ ოკულისტები ხო იყო. მე არ ხოდა ეგეთ ასწავლე. ეგ რა მაგარი. ინტერნეტ კაფემ ჩვენი ბავშვობა ხვალ გაფლანგა. ჩვენი ბავშვობა გაფლანგა არა ვიღაცები დახოცეს ინტერნეტ კაფეებში. არა, საერთოდ არა, პირიქით, კარგი იყო ინტერნეტ კაფეები, ძალიან კარგი იყო. ურთიერთობა იყო და თამაში ძალიან კაია, არ ვითარებს ძალიან ადამიანს. მაგაში 100% ვარ დაწუნებული რა. ჩემი ზოგადად counter-ს ძალიან მაგრა თამაშობდა. ეხლა რო გითხრა რომ ამაში ძალიან განვითარებულია თქო, მოგატყუე, მაგრამ დაწუნებული მაგდენიც ვერ იქნებოდა სავარაუდოდ counter-ი რო ეგრე კარგად არის. მე ინტერნეტ კაფეებში ციას ვაკეთებდი ჩვენ. დავდიოდით ხოლმე. counter-ს ნუ იასე ხ თამაშობ. კიდე რას თამაშობთ არ ვიცი, მაგრამ ეგეთი საიტი იყო. ბიჭო რა როგორი მისა rotten.com თუ რაღაც ეგეთი ერქვა რა და იყო ფოტოები ადურთული. აი ყველაზე დიდი ტრაგედიების აი ნახავდი რომ აი ამაში ბარძაკში ჯოხი აქვს გაყრილი ადამიანს და ეგ გადაღებული რა სამეცნიერო მასალას და მაგას ვთვალიერებ. არაფერი არ გაუფანტია. კარგად გაგვიტარებ. გადაწყვეტილებას ხო არ მივქარავთ მალე რო გვავიწყდება. არ მახსოვს მივქარავთ თუ რო გვავიწყდება ხო არ გვახსოვს მე და არ ვიცი. მე მაგრად მივქარავ, სულ მოვიწყდება რომ აყურებელს მოუწოდო რომ გამოგვიწერეთ. და მაყურებელს მოიწყდება რომ გამოიწეროს? მე მგონი მაყურებელიც მიქრავს, ავიწყდებათ რომ გამოგვიწეროთ. აი, რომ კამერაში მივმართო მაყურებლებს მე. აი მართლა. ნახე, ჩვენი მაყურებლის 66% არ აქვს გამოწერილი ჩვენ. ხო, არა საშინელი რიცხვია 66, 1/6-ს რომ მიაწვეო ოკულდეპტერი გამოდის. ხო და უხერხულია გამოიწერეთ რომ ეს საშინელი ოკულდეპტერი მიზანი იყოს რომ აი ამ გადაცემის მერე იყოს 55-ზე ჩამოვიდეს ეგ რა, კაი იქნება რა. ძალიან კარგი. ეგ მეტი ესეთია აი ხა. გადაურჩებით ოკულდეპტერს. ხო რა, მარტო. რაც კაია? კაია კი. კაია. არ გადავყრიათ კაპიკი ჩემთვის. დრაც არ ვიცი. ისი არ არის კაი? ისეც კაია კი. ისეც კაია. გველს ხვრელიდან ხშირად იყვან? გველს და ხვრელს გააჩნია, მაგრამ ისე ზოგადად კბილად ლაპარაკობ, კბილად ხოლმე რო ვილაპარაკო. არ ვიცი მაგა. მაგაზე არ ვიფიქრია. არა, ეგრე შუაშია, მე სხვა გველი ვიფიქრე. მეც და მაგითო შევეცადე რომ სხვა გადავეტანა, ჩემი თავის ყურად. სუსტებს განსაცდელიელი. სუსტებს. ბიჭო, ისე დროში ვცხოვრობთ რომ მარტო სუსტებს არა. ჩაძაბა.
ჩაძაბა. აი ეგ შემდეგი შეკითხვა თუ იქნება. პირველი ვანდალიზმი გამოცდილებაა? აუ ვანდალიზმზე არის? მკითხე. პირველი ვანდალიზმი. არა ბიჭო, რამე ისტორიას ხო გაიხსენე. ვანდალიზმზე მოგიყვები მაგარი. ვანდალიზმზე კი არა, ხო. ძალიან კაი ისტორია მაქვს კი, ისტორიაზე რა. ოღონ ვანდამზე რა, ვანდამი რატო გამახსენდა? არ ვიცი თქო რო გითხრა, მოგატყუე, ხომ პირველი ასოებიდან თქო და ალბათ. ძმები იყვნენ. კი, კი, ვანდამი და ვანდალიზმი. ვა. ხოდა ვანდალს აჭერ, გაჩ. მოკლედ. ბავშვებში ვანდალობა ხო გინდოდა ყველა, შენ ყველას ხო გინდოდა? მე მიყვარდა ვანდამი. ჩემ დროს ტარზანობა უნდა. ტარზანობა უნდა და? მე ვანდამობა. კი გავს ის. ტარზანობა უნდა და დედა მომიკვდეს პირველად მაუგლობაც არ გამიგია და არა ხო მას ვანდამობა ხო მარტო მაგას უმეტი ხარ არც ვიცოდი რა შვარცენეგერმა არ მინდოდა რაღაცნაირი იყო ეს კაცი ვანდამი კარატე რაღაც და კარატე იყო ჩემი ოცნება რა და ერთხელ კლასში ვხედავთ და მოდის კარი იღება და შემოდის ვიღაც კაცი ნუ სასწავლო ნაწილთან თუ რაღაცასთან ერთად და გამარჯობაო მე ვარ რაღაცა უშანგი მე მგონი მართლა უშანგი ერქვა და ვარ უშოს მასწავლებელიო რა უშუ კარატე იცი ეგეთ გაგია ხო და მაგის მასწავლებელია და ვისაც გინდათო მე ისტორია იყო მე მართლა შევედი კარატეზე და მართლა სკოლაში და ასე შემდეგ ვისაც ანუ მოსული კონტი იყო ეგ რო შემოდიოდნენ რა და ვისაც გინდათო კარატეზე სიარულიო დაგელოდებით დარბაზში რა დღეს დაღა თუ რა ხვალ მშობლებს კითხეთ და ამოდით და დავაიმე კი ხმელთო მადლობა ამ ნიშნისთვის რომ ხა მე ვანდამობა უნდა ავიხდი რომ ეგოცნება აი მართლა ეგ მაგრამ ვანდამი უნდა გამოვიდე რა აი ავი ხა რა უნდა გამოვიდე სხვა ყველაფრით თავის ჩხუბები რამე ვანდამი უნდა გამოვიდე და მეორე დღეს ავედით მე და ჩემი კლასელი სხვა შორის არც ერთ არაფერი გვეტყობოდა რომ კარატეზე შეიძლება და რამე გამოგხსოვდა რა და თქოსნება არ ვიცი და ავედით და ოღონ საინტერესო იყო რომ ეგ აუდიენცია თუ რა ქვია მაგას აუდიშენი ეგ იყო იმას ცეკვის დარბაზში. მაგაზე უნდა მივხვდარიყავი რომ რაღაც ფასაკს მქონდა ადგილი რა, მაგრამ რო არ ხახა ბავშვი ვარ და აუ დიდად გას ეხა ეს უშუმასწავლებელი უშანგი მასწავლებელი თუ რა შეიძლება ეგ ნიკნეიმი იყო არ ვიცი. უშანგი რომელიც უშუს ასწავლებდა. ხო, მაგრამ შეიძლება სპეციალად არჩია რა. და გას და მოდით ხო მოდით სერასთან გას რა და იქით რაღაც მშობლები ჩავწყვიდნენ თუ რა და აქეთ მოვიდა და ეს სცენა ხო იყო ეს სკოლის სცენა რა ხელად ყოფილიყო ბავშვების რაღაც და მიდი ოვახელები დაადეო ესეო რა ეს ტიპი მეუნება ანუ პირველად ვარ ბიჭო ბავშვ უბაში იმას ფეხბურთს თუ თამაშობდი ისიც ხატრით ზვაკაცებს ვერაც ვალე თორე აი ნული სპორტულობა ჩემში რა მე კარებში მაგდოდენ ხოლმე მე დაჟე კარებში არ მაგ კარებში ხო იცი როგორ მოდი იყო რა თუ მოგხვდება ხო და მაგაც არ შემეძლო და ბარემ რა ვიყოს რა შევაი სამწია მიდი ვახელები დაადე და ხელები დამადებინა იმაზე რა, რა ქვია, სცენაზე. და ეხაო, ესე ხო დგახარო ხელები ხო გიდეს. და აი ესე შემოbrunდიო და ფეხი დაადეო იქო რა, დედა მომიკვდეს თუ სიტყვას ვამატებდა. მიდი აი ეს ფეხი დაადე და რას ვიზავდი, რანაირად შემოტრიალდებოდი და ხაცამდე მივედი რა, რაღაცა გავაკეთე და კაიო, გასაგებია და შეუტრიალდა ბიჭო დედა ჩემს, იცი ასე უნება. ნუ ეხა ამისგან ვანდამი ვერ დადგებაო. Я погромила. აპა კარატის დედა არ ვატირე. ვანდამი თუ არ გამოვედი, აბა რა თვითა კარატე და არ შევედი. არ შევედი ბოთ. არც არავინ არ ჩემი კლასელი არ შევიდა იყოს ეგრე ხა. კარგით რა ბატონო უშანგი. სამაგეროთ ირაკლი ამიყვანა მერე და კარატე მართლა ვერ დადგა ჩემგან. რო გიწა რო შეცდა მაგ პროგნოზში თქო არა, მაგრამ ეგრევე რა დამატაკა მესამე კლასებო. არა мотивация ჩაგიკრა. ხო, მაგრამ мотивация რა ჩავე. უშანგი мотивация კი არ ჩავე. აი ის რო არის ხო იცი? გეცინი რო არის ხოლმე რაღაცა TikTok-ზე გაგონილები და ნახები რო არის რაღაც. რამდენჯერაც დაეცები, კონდა წამოდგე. აი ეგ გამიკეთა, იმიტომ რომ ეგრევე სხვა კარატეზე შევედი და აი 6 წელი ვეწვალე და მე ჩემით ვიხდი რო არის. ამიტომ ბიჭო, დაუჯერე რა თქვა. პროფესიონალ კაპეჭი კი არა, კარატეზე დავკარგე ის ბავშვობა. დაწერება კარატე. კარატე. კარატე ცუდია. კარგი, სერიოზულად რო მოხდა რაღაცები. მზე პირსიბანს.
თხუნელა და ზღარბი. წიწიწიწიწილა. წყაროსაკენ გარბის. აშღურტულდა გარემო. გამოსულა მგელი. მოდი ჩემოძიძილა წყაროსთან მეც გელი. კარგი იყო. აბლექსებზე აბობენ სადო. აბაზე გიკითხებია. კარგი იყო. ლექსები. ლექსებს წერდი ხოლმე ბავშვობაში? კი, რა თქმა უნდა. დიდობაშიც მე რამდენიმე წელია უკვე აღარ. ხო რა, მართლა? მართლა, აბსოლუტურად მეგადავე, მართლა. ანუ ეს ახლა ძველი ლექსი გაიხსენე, იმიტომ რომ ამდენი წელი აღარ. არა, ლექსი არა. მოდი. უნდა მივხვდარიყავი ვაჟაბშაველა ბუნებაზე რო არის. მე უფრო სერიოზული ვებსა. შენ უნდა გითხრა. მიყვარს ღამეს სიარული, ლამპოჭკები რვანთია. კატა ვნახე ჩამომჩხვალი, მაკარონი რა კარგია. ძალიან კაი, გაცილებით კაი, ოდერეთ წელს. ეს просто გააცემის. მე დაკმაჭებ ჩემი პოეზიის საღამოს. მოსულა, მოვალ ყველა. კაშინეს გავიკეთებ. კალაკის თეატრში. კიმონო მეცნობა რომ იცი. კიმონო მაქვს. და მანამდე კაიაკის და. ბავშვი გამომიგზავნა კიმონო, აუ, აბა შენი ძი კარატისტი გაიგონა რომ ანდამი გამოვიდოთ. კარგია. Sorry, მო. ზეგამდე რა გისესხებია ფულის გარდა? ზეგამდე ეს რა ქვია, სიფხიზლე. სიფხიზლე? ხო, მისესხებია რა, 2 დღე ვისესხებ ხოლმე სიფხიზლეს და შენ რა გასესხებ ზეგამდე? არ მახსოვს ეგეთი მოვლენა ჩემ ცხოვრებაში არ მახსენდება. მაგაზე ისტორიას ვერ გავიხსენებდი. როცა დამნაშავე არ ხარ, ხელებს ყოველთვის მაღლა წევ? არა, თუ არ წევარ არა. როცა დამნაშავე არა, მოშილე. აი, კარგი ქვია. არა, დამნაშავებაზე არა. დამნაშავებაზე კი. ცხვირსო იფხან იტყუები? არა, ცხვირს ისედაც ვიფხარ ხოლმე ალერგია მაქვს. ეხლა დავლია შემოსვლის ასწავლი რომ არ მომიფხარა. მაგრამ ძირითადად ცხვირამდე არ მიდის ხოლმე ხელი, იმიტომ რომ ულოშებს ვეთამაშები. მაგას არ ვიტყუები. ულოშ ვეთამაშები არ იტყუები. არა, ვფიქრობ. ფიქრობ. ისა პროცესო. ყველაზე მეტად ვის გინდა რომ შენის ჯეროდეს? ჩემ შვილს. არა, ჩემ შვილზე მეტად ჩემ კლიენტებს. ამარ პირველი მართლა. პირველი ჯობდა. შენთან უნდა იყოს? ჩემი ოქრო ჩემთან უნდა. მარტო ოქრო? ოქრო იყოს რა, ეხლა მარტო ოქრო იყოს და დანარჩენს მე. ახლა პარალელურად რაზე ფიქრობ? აუ, ეხლა მარტო ჯერ რაც ვარ ფიქრობ რომ ის ლუდი რო გაწერია იმაზე მაისურზე მაგაზე. მე რო ფიქრობდი რომ ყველაფერს ხო ბიუროკრატ მივხვდი მაგას. მე რო ფიქრობდი რომ პოლიციელი რო გაწერია, აქეთ რო გაწეროს უკეთესია, ან შენ რო აქეთ იჯდე. იმიტომ რომ მაგას ეგ გამოჩნდებოდა და გაიქნებოდა. მე რო ფიქრობდი რომ სუმა აი ის რო არის, ხო, წეგა რო გითხარი რომ წარმოვიდგენ თქო. ქავს რაღაც გადაცემებში თქო, კიდე წარმოვიდგენ და სუმა ინტერესებს ხოლმე, მანდ რა ხდება. და კიდე მესამე რაც არის ეგრე რაც მაინტერესებს ხოლმე, ბიჭო, მაინტერესებს კი არა. აი გადაცემებში რო ჭიქები უდგათ, ხო იცი? მან წყალი რატო ასხია? ან თუ წყალი ასხია, წყლის ჭიქა რატო არ დგას და კრუშკები რატო დგას? რატო დგას? იმიტომ რომ არ ყავთ სპონსორი ლუდი. ხედავ? აკა მოვანა თოთრალ. გადაცემაში ვეჭველი ჩამისვი რომ Shot About Branding-ზე დამაფოლოვონ რა. Instagram-ზე. ეგეც აკა მოვანათოთ. აუცილებლად, რა თქმა უნდა. ამოვანათოთ. ეგრე ჩამისვეთ. ჩავსვათ, ხო ჩავსვათ. ბექა, ხო ჩავსვათ. ბექა. აი ზუსტად აი მე რომ იმდენგანს გადაბარდა არ მოხდება შანსი არ არის, ამიტომ აი ხურო. აი ახლა მიმაშვები მოდი დავლიოთ. ცილკები ხართ რავი. აუ, სულ 24 შვილი. ოპა, გამგავს time. ოპ. ერთ ჭიქას რომ შეყები უკან რას გამოყევი?
ესეც ლექსია რა აუ ხო ერთ ჩიქას რომ შეყევი უკან რას გამო ხარ ვიცი უკან რას გამოყვები ხოლმე ერთ ჩიქას რო შევყევი ხინკალს გამოყვევი უკან ხინკლის წვენს ხინკლის კომპანიებმა რო დაგვასპონსოროთ რა მართლა საცოდაობა არის ხა მიმართავ ხინკლის კომპანიებს აი აქ რდებს ხო აი აქ რო იდოს რა ნუ ჩიპსი მაინც რა ვიცი ხო ეგეც შეიძლება მიმართავთ ჩიპსებს ჩიპსი არ მინდა მე მიმართავ მე ხინკლებს მიმართავ და მე შემდეგ გადაცემაში ჩიპსებს მიმართავ ხინკლის კომპანიებს კი ბატონო გაასწორე ესე მოიცავ და გადავშა მე მომწონს იგი ძველი ფურცლებით რო ხელს გავიწევ რასაც გადაშლი რომ მოახერხა იგი მოხევა და შარია მომწონს ჩვენს დროში ლოგიკას რომ გაყვე დაიღუპები მეც ეგრე გუშინ გასაკეთებელი საქმე როდემდე გადადე არა ვერ გადავდე ეგრე არა ეგრე მარტივად არ მაქვს საქმე გადადე დაკავშირებით ვერა ან თუ და მაგრამ ნერვიულობ მე მაგაზე ეგეც ერთ-ერთია იმათგანი წაღარაზეც გითხე აი თან მიმართეთ შოტას ის თქვენს საქმეს არასდროს არ გადადებს გადაუდებელი საქმეებისთვის ჩაი ლიმნით თუ ლიმნის გარეშე ჩაი ლიმნით ყველა ვარიანტი ყავა შაქრით თუ შაქრის გარეშე ყავა ყველა ვარიანტი უშაქროთ და ლუდი ხინკარცო უშაქრო ჩაიზე არ ჩანკი ხო ხინკარცო როცა გეუბრებიან ბევრ დროს არ წაგართმევო რას გართმევენ ნერვებს სუსტი ნერვების პატრონი ხარ საკმაოდ შეიძლება ხა ადგე და ბიჭო არა ბოდვა მიმჩილა თორე სხვა რომ ჩურჩულებს შემაწუხებელია აუ შემაწუხებელი სხვა რომ ჩურჩულებს კი არ არის სხვა რომ ჭამს არის შემაწუხებელი არა ეგ ხა ეგ უზდელობაა შემაწუხებელი კი არა შემაწუხებელი არის ეს შიგნიდან რო ხმა ისმის ყვის შიგნიდან ეს აი შეიძლება ალტოპურები ეხლა ჩემ შესახებ ერთი ინფორმაცია რომელიც ხალხმა არ იცის პოდკასტებს იმიტომ უყურებ რომ ჭამის დროს ხმა არ გავიგო ხალხის ხმა აღლაფთო ოპა აუქნა როგორც უკვე გითხრა შენი გადაცემა აი არა და ჩავლობერი ნერვების პატრონი მაქვს არაფერი მე მესმის ასაგებია ვიტიროთ თუ ვიცინოთ არა ვიტიროთ კაი მართლა სუიცინოთ კაი ცირკი ნახე ცირკს მიმართავ ცირკს ეგეც ხო შეგვიძლია მაგხარა მიმართავს ხოლმე ეგრე მაკედან ფუტკართან ყველა ბუზი ტყვის ბიჭო ფუტკარს ვაფშე ბუზი რას ემართლება რა ვარ ერთმანეთთან რა საქმეა ორივეს ფრთები აქვს ორივე ბზუის რა ხო და არა ის ბუზი მაგარი უგემოვნოა ანუ მეც რო ვიყოთ ხო ყველა ვარიანტში ყვავილს ავარჩევდი აკრას ახლა გემოვნებაზე არ დაობენ ხარცა რა ვინე დავებაც ბაო ჩეჩმის ბუზი აი რავი რა ყველაფერი მესმის და ყველა შემიძლია გავუგა რო გაგაჩენს ვერთი ჩეჩმის ბუზად რო გაჩნდები აი რავია ცხოვრება არის რო გააპროტესტო აზრიც არ აქვს რა უნდა გააპროტესტო ვერ ხედავ ფუტკარია მართალი მაიცა რაცა უნდა თქვა ეგ მაკედან მოდის ხო უეჭველი უეჭველი მაკედან მოდის ხო ღმერთს უთხრა რომ რა არისო და ალბათ ხო თუ მე მოვიგონე ხა ეს მე თუ მოვიგონე გენიოსი ვარ ძმაო არა გენიოსი ხარ მაგრამ უეჭველი ხო გენიოსი ხა ისედაც ვარ მაგრამ კი ვაზარი ხელი რომ გეკავება ისი ბრალია აუ რა ვიცი სტატუსი არა სტატუსი რალია კიო თქვენი მოგვარის არ ვიცი რუჩკების გარდა რას არ უნდა ენდო არა და რავი რა დაშავა მე ეგეც ბჭო რა უბედო რა უნდობლობა არის რატო არ უნდა ენდო იმიტომ რომ შეიძლება მოძრეს ხო და აი გინახია რომ მოძრა არა იმიტომ რომ არ გენდობით ხო და მაგაზე ენდე რა იქნება არ ძურება ძმაო და რომ მოძრეს მე რა
მაგას გიომერი დობა ეგ არის მე რომ ედი რა ენდე რაღაცა სტრახოკაზე დააყენე დღეს რომ ხელმარცხენად იწყებს სახში მალე უნდა დაბრუნდე ხელმარცხენე ოსტატი არა მარტო არ ვიცი ხელმარცხენად დროს არ ვიცი დღეს ხელმარცხენად მოიცა ხო ხანდახან ვიწყებ ხოლმე რაც აქეთ მიდოს ტელეფონი ხო მაშინ ვიწყებ ხოლმე და არა სახში მალე უნდა დაბრუნება მაგაზე არ არის მიბმული საერთოდ არ დავკვირვები ვარ ყოველ შემთხვევაში შემისვე შემიძლია რომ დავკვირვე და დაგიმისჭე გამოიწერეთ რომ იქ დავუმესჭებ და ამოანათე აქ ამოანათე გამოიწერეთ აი მარტო მე ხო არ გეუბნები და შეთამოს თქვა გამოიწერეთ მართლა რამდენჯერ თქვი და Shota About Branding Instagram-ზე ხო მარტო მე უნდა ვიძახო რომ გამოიწერეთ ხო ანუ თქვენ რეკლამას ხო არ გავაკეთეთ უკვე ორჯერ გააკეთეთ ჩემს გადაცემაში შენ რეკლამა ხო მე რა მოსულა ბაზარი არ არის კაიაკის რეკლამა გავაკეთე 6 ჯერ თუ რაღაცა ჩემი იმის რეკლამა რო გავაკეთე ხო მოკუფლება კაიაკის რეკლამა იმიტომ გააკეთე რომ კარგი რუნდი და მოგწო და სპონსორია ჩემს არაფერი გადავხდია თუ ისევ სათქვენით თუ ჯერ ჩვენთვისაც არ გადავხდეთ მაგრამ გვითხრეს რა გირიცხავთო რა ვიცი მაგითო ვაბობთავდა ჯერ ხო რომ არ ვთასად რომ რა ამდენს ვერ ამოჭრით ვაიმე მთელი გადაცემა მაგას ვეძახ მე გეტყვი ბლარით გავუშვით სანამ ჩარიცხავ მე მოხსნა ბრენდია თუ გაბრენდდა ტრენდია ვაუ ბრენდია თუ გატრენდდა თუ გაბრენდდა ტრენდია ხო კი რაღაცით მართალია აუ არ ვიცი ეგრე ვერ ჩავუვანდები მაგრამ ანუ პირველივე მოსმენისას სწორად მომესმა და მე შეიძლება რომ მე ვიფიქრებ მარტივია ბრენდია თუ გაბრენდდა ტრენდია ხო შეიძლება იყოს ბრენდი რომელიც არ არის გაბრენდებული უბრალოდ თავისთავად გონია ბრენდი მაგრამ თუ გაბრენდდა იქნება ტრენდი ალბათ რა გწოდნია და რაღაც მეკითხე ეგრე შეტრია გამომწერის კითხვები ვაუ შოდი გამომწერები არიან საოცარი ხალხი იმიტომ რომ ძალიან მაგარ კითხვებს გვიგზავნიან და გამოგვიწერეთ უფრო მეტმა უფრო მეტი კითხვა იქნება და უფრო საინტერესო იქნება და უფრო მეტი თქვენი კითხვა გაჟღერდება ჩვენი სტუმრის მიმართ ესე ვეთანხმები ზებრა თეთრია შავი ზოლებით თუ შავია თეთრი ზოლებით მე ძალიან მაგრად მინდა ჯეროდეს რომ შავია თეთრი ზოლებით რატო გინდა ჯეროდეს რა შეიძლება რომ სხვანაირად იყოს აი არაფერი მაგრამ მე მინდა რომ ეგრე მჯეროდეს ბევრი რამე ჯერა ისეთ რაც არაფერს არ ცვლის რომ ჯერა გასაგებია ძალიან კარგი ციგაობა თუ წრეში ბურთი წრეში ბურთი ყველა ვარიანტი ხო მეც აუ რამდენი ხანია კარგად წოდი რა ვითამაშოთ რა კარგად თამაშობდი მე მაგას ვერ თამაშობ ვანდამი რო აკრო ვითამაშ იქიდან გავძახდი დაჭერა თუ რა იყო ცხელი კარტოფილი და ხო გაიჭერი იყო ხო ხო გაიჭერი და მე ხელში ხუთქვა ვერ ჭერაში ვარ კაი იმას ვერ ვასხოვებდი ვერასდროს ხუთქვაობანას და შვიდქვაობანას ხო ძმაო ეგ იყო ჩვენ ეგ რუსების შემოგდებული იქნებოდა კი მაგათ მაშინ რო დავებნიეთ ბავშვები როგორც ბავშვები რო დავებნიეთ დიდებს ხო თავისთვის აბლებდნენ ეს რო არ გამიმე ომობანაც მაგათ მაშინ მოვიდა მობანაც ძალიან მეზლებია ბოდიში არ გამოიწეროთ რუსები არ მე გამოვიდა ტყუილი ჯდომაჯდო ჯობია ტყუილ შრომას ჯობია აუ ხანდახან ხო ტყუილი ჯდომა ხანდახან ჯობია არა ტყუილ შრომასაც ხო მაგრამ ეს ტყუილა რო ზიხარ ხო აუ კაი რა გეხო აი ეგ მართლა რუსების შემოგდებულია ძმაო აუ და რა ბიჭო უსაქმოდ რა გამაჩერეს რა გამაჩერეს ეხლა გასაგებია ხო ხო და გეუნები დასვენებ ხანდახან თქო მაგითო თქვი სუკია ნუ მილენიალს უყურებთ და ის სუკი ხო ეხა აბა ტყუილაზე საბას ვიცუყურებ და რა მოიგრა ისწავლა აბა გარდა იმისა რომ ჩემი გამოიწერეს ეს Instagram page გამოიწერეს და ბრენდინგზე რაღაცები ისწავლეს ეგ კიდე ხო და კაიაკი რო გიჭირავს ხელში და ეგეც ხო რა ლუდი კაია კი ეგეც ისწავლეს
და ისე მაგკითხვაზე პასუხებიც ხო ეს მაგარი. სადაც არის ბედი შენი, იქ მიგვიყვანს ფეხი შენი. კი. კი. და სადაც არის ბრენდი შენი, იქ მიგვიყვანს ფეხი შენი. არა, თავის არაფერი არაფერს არ მიგიყვანს. თუ ადამიანი არ მივა ბრენდთან, ბრენდი მივა ადამიანთან. ვაუ. რაც გინდა ხავს ვეღარ ნახავ. კეცევ ვერ დავკეცევ. ესა გადის ესა. გარეთ ატლასში მითათეს. ოჯახში კაცის სიტყვა კანონია და ქალის განაჩენი. ვაი, გამიგია. გამიგია, ის არის. ვარც მაგაზე რატო საცილო გამონათქვამია, მაგრამ ჩვენთან პირიქით არის ხო. დავწუხართ. კაცის სიტყვა კანონია, ქალის განაჩენი. არა, მე მგონი ეგრეა. არა. რა კანონია ეს. არა, ეგეც რუსების შემოგდებული იქნება. გაჩი რაც არ მომწოვე ყველაფერი რუსების შემოგდებული იქნება, მაგრამ. ხოშზე ხშირად მოდიხარ? ხოშზე? აი გეთი ხოში მაქვს. ხოში რაღაცას რო ერქვას. რაღაც ნიუც რო ხოში ერქვას, იქნება და ხოში მაქვს. კაი იქნება და ხოში ამის სახელი უნდა იყოს. ჩავიწერ მე. მე ვიწერ ხოლმე რაღაც სიტყვებს. მოგწერ. მოწერე ეგეც გამოვანათოთ. კაი ხოშზე რომ მოწ. კაი იქნება და რაღაც ხოშზე ვარ, ვინ ამბობს კაცო, ეგეთი ხოში მაქვს არა? ეგეთი ხოში მაქვს. ხო, ხოში, ეგეთი ხოში მაქვს, ეგ იქნება და სლოგანი. ვა. ეხლა რომ მოგპარო? ხოშიან მე კი არ მპარავენ, ვარიგებ. მხოლოდ სუსტები იძიებენ შურს. სუსტებზე უკვე მეორე შეკითხვა და რაზე მიმანიშნა? არაფერი სუსტები რო დავჩაგრო. არა, შურს ხოლმე სუსტები იძიებენ? არა, კაცო. სუსტებიც იძიებენ და ისინი წარჩენ შურის იძიებას და ადამიანს. ძრიელებიც. ძლიერებით სამოქრონისა. ეგენი უფრო იძიება. გიყვარს ფეხების საბნის გარეთ გაყოფა? აუ ხო, იცი როგორ მიყვარს. აი, ესე პროსტა გაყოფა კი არ მიყვარს. აი, ესე რომ მოვიდე და აი. აი. მეც რო ასე. აუ, მინდა ხა დაძინე. მალე მოვჩი. ხო არ დაგღალ. თუ გინდა საბანი იყოს და არა პირიქით, მე ხარ დაგღალ. საბანი დილობიადები გავიჩინე. ხო, არა, კოლეგა ცოტა ყველაფერი გაგიმართ. კი, ესე ვარ. აუ. მაინც დაძინება კი არ მომინდა. თუ ეს საბანი იყოს და გავაგზავნოს. როგორ გონია რეალურად რამდენად საჭირო იყო ჭრელო პეპელას არსებობა ჩვენს ბავშვობაში? ჭრელო პეპელას არსებობას ჰქონდა ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენს ბავშვობაში რა. იმიტომ რომ თან დაუკვირდე თვითონ აზრი ჭრელო პეპელა არის აზრი. დიახ. აზრი ადამიანის. დიახ. და აზრები ხო ეგრე არის, ხო რომ ნურც გაფრინდებიან, ნურც მოფრინდებიან. და მაგას აქვს თავისი ძალიან ისე დიდი დატვირთვა, რაზეც საუბარი ჩორს აღმოს. დიდი მადლობა. რა ძალა ამოძრავებს დედას, როცა გძინავს და ის მაინც ალაგებს ზუსტად შენს თავს? ვაჰ, ბაზარი არ არის და რა ვიცი, ჩუმად ვიყავი თან. ხო. უი გაგაღვიძე? დე, მიყვარხ. უი გაგაღვიძე? ხო. უი ბოდიში და. არა, რა ვიცი, ჩუმად. და კიდე გძინავს. კი რა ვიცი. ძალიან საყვარლები არის. ძალიან საყვარლები არის. და ხო, სიმართლე თუ მოქმედება? თამაშობ თუ ზოგადად. მოქმედება. არა, სიმართლე. მოქმედება. უნდა გავაკეთო? არა, მე უნდა გავაკეთო. შენ უნდა გააკეთო? ანუ შენ თუ იტყვი სიმართლე, გიყურებ ეს არის ბიჭო? აი არ მინახავს. სიმართლეს თუ იტყვი? ხო. შენ მე უნდა ვთქვა სიმართლე. ხა. ლაბაძესთან იყო ეგ და იმან გითხრა რომ ეგეც სისრულების თამაში არ მიყვარს. გამახსენდა. ყველა სტუმარი არ მოხდა. გამითხრა? ეგეც სისრულების თამაში არ მიყვარს, თუ რაღაც ეგეთი თქვა. გასაგებია ხა. ეხა ძმაო მოქმედება. მაგრამ ლუდით შენი საყვარელი სადღერძელო დალიე რა. ჩემი საყვარელი სადღერძელო? ლუდით. კარგი, სანამ ჩემს საყვარელი სადღერძელოს დავლებ. გამოგიწერენ. და სანამ გამოგვიწერენ. აუ იცი რა, აი იქ მაქვს, მოიცა მოვიდა.
დავაი. რატო დავტოვოთ ცოტა ხანს? მაგარი საშიში არის იქ რაღაცა. ორი ბილეთი ქალაქის თეატრში. ვაუ, კოკო, ესე მაინც მოვიდე. პრემიერა. პოლიცია. ვაუ, ძალიან კარგი სპექტაკლი. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს ძალიან დიდი ქალაქის თეატრი რა, კაი თეატრია ხო, რაღაც ახალი თეატრი არის. კარგი არა, არაჩვეულებრივი თეატრი. ხო, რა, მსმენია. მართლა ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დედას ფიცა ვარ, მართლა. და იმედია მოხდა. დაგლოცავთ. კი, რა ბილეთები მაქვს და. მუქთა და ძალიან კარგია მართლა და პრემიერათან და რა ვიცი, ეხლა სადაგრძელოს დავლევ. დავაი, მე ვიჭახუნე. ყველა ვარიანტი, რაც არ უნდა იყოს. შენ საყურე სადაგრძელოში გიჭახუნებ რა. მოდი ამ ჭიქით. იცი რას გაუმარჯოს ჩემო შოთა. კენაცო. მოგონებებს, წარსულს. იმ წარსულს, რომელიც ჩვენ მომავლისკენ გვიბიძგებს და ძალას გვაძლევს. აი ამას გაუმარჯოს. დავაი. ასევე მინდა გაუმარჯოს სიყვარულს, რომელიც გვატრიალებს. პოლოში რა ამბობ ხო რა რაც თქვა იმას გაუმარჯოს. ბევრი ხო არ დაგონა. მე ხარ. არ ვიცი ის არის რა ქვია. თამადა ვარ თუ თამარ. და ეგრე ყვაცხოთი რა. შენ თქოს გაუმარჯოს. შენ გაგიმარჯოს. მე გამიმარჯოს. გაგვიმარჯოს. მილენიარს გამიმარჯოს. ქალაქის თეატრს გამიმარჯოს. კაიაკის გამიმარჯოს. არა. მოუდრეულობით ახსოვსია ქაურობა. ოპა! აი სექტორი დაგიცალო შემოშო. ამდენი ხანი როგორ არ გასპონსორებდა პირველად ეგეც. კაია.